ხანძარია ზაჰეში ცეცხლი ტყის ფერდობს უკიდია. რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენიც. დაშავებული შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. მარიამ ბერძენიშვილი ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. მარიამ, რა ხდება ამ წუთებში ადგილზე? დიახ, ნინო, შეიძლება ითქვას, ეს არის ერთ-ერთი ბოლო წერტილი, სადაც მედიის წარმომადგენლებს საშუალება გვეძლევა, რომ გადავიღოთ ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები. თქვენ ახლა ჩემს უკან კადრშიც ხედავთ სახანძრო სამაშველო ჯგუფებს, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს. მე ახლა ოპერატორს ვთხოვ კადრში გაჩვენოთ ერთ-ერთი ტერიტორია, ფერდი, სადაც უკვე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ფერდზე არის საკმაოდ ძლიერი ქარი, ეს უფრო ართულებს ბოლომდე ცეცხლის ლოკალიზებას. მე ახლა ჩემს ოპერატორს ვთხოვ კიდევ გაჩვენოთ კადრში საკმაოდ ძლიერი დაკვამლიანება არის ტერიტორიაზე, პერიოდულად ლოკალურად ცეცხლის კერები ჩნდება, თუმცა მე უნდა გითხრათ, რომ რამდენიმე ათეული სახანძრო სამაშველო ბრიგადა არის ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული, ასევე სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, რომელიც პერიოდულად უკვე ციდან ცდილობს, რომ მოახდინოს ცეცხლის ლიკვიდაცია, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ცეცხლი რამდენიმე ათეულ ჰექტარზე გაჩნდა, თუმცა როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ჩვენთან საუბარში განაცხადეს და შეგვატყობინეს, ეს არის დასახლებული პუნქტიდან მოშორებით ფერდზე ზაჰეში, კერძოდ უფრო მარტივად აღსაქმელი რო იყოს ჩვენი მაყურებლისთვის, ეს არის დაახლოებით ზაჰესის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია, ზედა ფერდი, როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე ათეულ ჰექტარზე გაჩნდა ცეცხლი, როგორც თვითმხილველები და მოქალაქეები ამბობენ, როდესაც მათ დაინახეს უკვე ძლიერი დაკვამლიანება, საკმაოდ სწრაფად გავრცელდა ცეცხლი ტერიტორიაზე, მათ დარეკეს შესაბამის სამსახურში 112-ში, თუმცა როგორც გვითხრეს, უკვე იყო შეტყობინება შესული და სახანძრო სამაშველო ბრიგადები დაუყოვნებლივ გამოეშურნენ ადგილზე. ახლა შეიძლება ითქვას, რომ მეტნაკლებად შემცირდა დაკვამლიანებაც, ლოკალურად აღარ ჩანს ცეცხლის კერები, თუმცა სამაშველო და სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სახში ვიყავი ქვევიდან, დავიხედე რომ ზევიდან ცეცხლი ეკიდა რა, ამოვედი, რაც ის შიგით შევძვერი ჩავაკვირდა. იქით უკვე ვეღარ გადავედი, უკვე ცეცხლი უკიდია და არა მგონია ეს სპეციალურად გაკეთებული იყოს. ტერიტორიაზე უკიდია. კი, ტერიტორიაზე მიდის იგი ჯვრისკენ. ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ მოშორებით გავრცელდა შესაბამისად, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, არ არის იმის საშიშროება, რომ მოსახლეობაზე და დასახლებულ პუნქტში გავრცელდეს მეტნაკლებად, როგორც გითხარით, ახლა უკვე დაკვამლიანება შემცირებულია, თუმცა სახანძრო სამაშველო ბრიგადები და ასევე ვერტმფრენი აგრძელებს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს. მადლობა მარიამ, პირდაპირ ეთერში ეს იყო მარიამ ბერძენიშვილი.